ამ წლის შეჯამების სერიას ვაგრძელებთ. ამჯერად უკვე დეველოპერულ კომპანია Homer-თან ერთად, რომელიც წლის ბოლოსთვის საახალწლო შეთავაზებებს აანონსებს. თუმცა ამ ნაწილზე გადავალთ 2024 წელს დაფუძნებული კომპანიის პირველი პროექტის ამბებს მოვიკითხავთ. დიახ, პირველის, რადგან ეს მხოლოდ სტარტია და კომპანია საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება. Homer-ის პირველი პროექტი საზოგადოებამ იცის დიღომში. ძალიან პერსპექტიულ და მნიშვნელოვან ლოკაციაზე ვიტყოდი მდებარეობს. ეს არის ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიურ აუზთან. უფრო ზუსტად თუ გინდათ იცოდეთ, ბობუოლშის 36-ში მდებარეობს, რომელიც კომპანია ანაკთან პარტნიორობით შენდება. ჯამში არის საუბარი 24500 კვადრატმეტრის ტერიტორიაზე, 4 საცხოვრებელი კორპუსი და შენობა, რომელიც მოიცავს იმავდროულად 7300 კვადრატმეტრ რეკრეაციას. აქვეა საუბარი სპორტულ, სავარჯიშო, საბავშვო და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ სივრცეებზე. აღარაფერს საუბრობ კომერციულ ფართებზე, ღია და დახურულ ავტოსადგომებზე, რომელიც სრულად კომფორტს უქმნის ადგილობრივ მაცხოვრებლებს და იქ მოსულ სტუმრებს. ამ პროექტს ხო ხელით მოხატული ფასადი ექნება და ვიდრე ფინალური ფუნჯის მოსმის ბოლო დეტალებზე გადავალთ. ამ სტუდიაში აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მიმდინარე წლის შეჯამებაზე და იმავდროულად სიახლეებზე და მადლობელი ვარ, რომ გვეწვია სტუდიაში ნიკოლოზ მეძმერაიშვილი, იგი Homer-ის გენერალური დირექტორია და ჩვენთან ერთად ასევე არის ალმე ლაიშვილი, Homer-ის კომერციული დირექტორი. დილამშვიდობისა და მადლობა მობრძანებისთვის. დილამშვიდობა. აგბრძანდებით ბატონ ნიკოლოზ და გილოცავთ ნიკოლოზობას თქვენს და ჩვენს მაყურებლებსაც კიდევ ერთხელ. საკმაოდ დატვირთული იყო სიახლეებით, ძალიანად ეს წელიწადი. და ეს პირველი წელიწადია Homer-ის არსებობის იმავდროულად. რა შეგიძლიათ მოგვიყვეთ აი ამ წელთან დაკავშირებით Homer-ისთვის? დილამშვიდობის პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მეც უერთდები მილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს უელცავ თქვენს მაყურებელს და მთელ საქართველოს. გიორგი, როგორც გახსოვს, ჩვენ ფეხისადგმა ერთი წლის წინ დავიწყეთ და შენ ყოველთვის ჩვენი თანამგზავრი იყავი და ყველა თქვა ნაბიჯებს ჩვენთან ერთად აშუქებდი, როგორც ახალ ოფისში გადასვლა. კი, ბევრი ნაბიჯი ერთად გავიარეთ და მიხარია, რომ აი რაღაც წლის ბოლოსაც ესე ვასრულებ წელს, რომ შენთან ეთერში შევაჯამებთ რა გავიარეთ, რა გაიარა Homer-მა. როგორც ვთქვი, ახალ ოფისში გადავედით, რომელიც ისტორიული შენობა არის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, რომ გავხსენით 2 გაყიდვების ოფისი. რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის, ვინც ჩვენი მთავარი ამომავალი წერტილი არის და ვისთვისაც ჩვენი პროდუქტი იქმნება და ვინც უნდა იყოს საბოლოოდ მომხმარებელი ამ ყველაფრის და ასე ვთქვათ შემფასებელი. მათთვის გავხსენით ერთი ოფისი ჩვენს ისტორიულ შენობაში და მეორე, აი ცოტა ხნის წინ გავხსენით უკვე ლოკაციაზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი მობინადრეებისთვის, რომ ადგილიც ნახონ, უკვე თქვათ ადგილზე გაეცნონ ლოკაციას, თან ჩვენი ოფისი არის ერთ მხარეს ქალაქის და მეორე მხარეს არის უკვე თქვათ ლოკაცია პროექტის და ძალიან კომფორტული არის ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომ ორივე იყოს ეს სერვისი და ასევე ამ ახალ ოფისში ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ის მასალები გვაქვს გამოყენებული და მათ შორის მოხატული ფასადით, რომელიც უნდა იყოს უკვე ჩვენს პროექტში და როდესაც იქ მივლენ ადგილზე უფრო ისეთ გარემოს ქმნის, სადაც უფრო კარგად აღიქვავს ჩვენი მომავალი მობინადრე იმას, რომ როგორ პროექტში იცხოვროს და როგორ სახლში იცხოვროს. მეორეს მხრივ, რასაც ვაკვირდები მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში, საკმაოდ ისე სკრუპულოზურად და ფრთხილად არჩევთ პარტნიორებს. მეორეს მხრივ ამ პარტნიორების შერჩევა ისე ტემპით მიდის, რომ რამის კვირა არ გავა, მე პირადად არ მომივარდეს ინფორმაცია ახალ მემორანდუმზე, ახალ გაფორმებულ პარტნიორობაზე. საზოგადოება მიცის თუ როგორ არჩევდით თავარ პარტნიორს, იგულისხმება ამ შემთხვევაში მშენებლობისთვის შესაბამისი კომპანიის შერჩევა, საუბარია ცხადია Homer-ას პროექტზე. აი ამ პროცესს ნიკოლოზ თუ შეიძლება ცოტა მეტი. კი, სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვარჩევთ ვისთან ვითანამშრომლობთ, იმიტომ რომ ჩვენთვის სამშენებლო კომპანია არ არის უბრალოდ კონტრაქტორი, რომელმაც უნდა ააშენოს თქვათ რაღაც შენობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვინ იქნება ჩვენი პარტნიორი. ვინაიდან ჩვენ შეიძლება წარსულში გამოცდილება გქონდა ამ მიმართულებით, თქვა ამ ბიზნესში, მაგრამ დღეს ახალი კომპანიაა და ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება შენს გვერდით, ვინ იქნება შენი თქვა ხარდამჭერი
და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან ფრთხილად მართლა როგორც თქვენ თქვით, სკრუპულოზურად ავარჩიოთ პარტნიორები. ანაგი ერთ-ერთი პირველი ჩვენი პარტნიორი არის, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ და ძალიან გვეხმარებიან და მართლა მადლობა მინდა თქვენი ეთერით კიდევ ერთხელ უთხრა ამ პარტნიორობისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს ესეც, რომ TBC ბანკი არის ჩვენი პარტნიორი, რომლებმაც სრულად აიღეს თავის თავზე ამ პროექტის დაფინანსება და ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ როდესაც პროექტს განვახორციელებთ, ეს პროექტი იყოს შეკრული და არ იყოს რამე რისკი დატოვებული, თქვა ჩვენი მობინადრეებისთვის, რომ შეიძლებადეს, რომ პროექტი არ განხორციელდეს. შესაბამისად, ამ ხრივაც ჩვენ ბევრი მოლაპარაკება გქონდა და TBC არის ის ბანკი, რომელიც ჩვენი პარტნიორია და მათაც მადლობა მინდა რომ გითხრა. არქიტექტურას მინდა შევეხო, ისევ დიზაინის დეტალებიდან გამომდინარე, მათ შორის რაც ვახსენეთ, ანუ ვინ არის აი ამ ყველაფრის შემქმნელი, რომელიც პარალელურად ჩვენი საუბრისა ასევე გადის ეთერში და მათ შორის ფასადის ხელის მოხატვის იდეა საიდან წამოვიდა და როგორ? აი ძალიან კარგია რომ მეკითხებით, იმიტომ რომ ბევრჯერ არ მისაუბრია ამ საკითხზე და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ყავს შიდა გუნდი, ვინც აკეთებს პროექტის განვითარებას, ყოველთვის კონტრაქტორებთან მუშაობთ, რაც შეეხება თქვა კონსტრუქციულ პროექტს, საინჟინრო პროექტს და ასევე რა თქმა უნდა არქიტექტურულ პროექტსაც. ჩვენი არქიტექტორი არის house art-ი, დავით გოგიჩაიშვილი და როდესაც ჩვენ დავიწყეთ ეს პროექტი ვისხედით და დათომ თვითონ თქვა რომ მე გავაკეთებ ჩემი ხელით ისეთ პროექტს რომ რაღაცით გამოირჩეოდეს, რადგან თქვენი პირველი პროექტი არის, მინდა რომ გამოირჩეოდეს თქვა სხვა პროექტებისგან და მისი იდეა იყო რომ გავაკეთოთ ერთ შენობაზე ფასადი, რომელიც მოიხატება ხელით, იმიტომ რომ არ არის თბილისში ასეთი შენობა და ეს იქნება ის რაც გამოარჩევს ჩვენს პროექტს და როცა შემოხვალ ბაზარზე და იტყვი რომ მე ახალი კომპანია ვარ, მოდი ესეთი რაღაც დავგეგმოთ და ძალიან წარმატებით განახორციელა, როგორც წარსულში ბევრი პროექტი აქვს საოცარს გაკეთებული და ბევრი ცნობილი შენობა, რომელიც ჩვენ მოგწონს, მათი დაპროექტებული არის. მაგალითად, 112-ის შენობა, რომელიც მე ძალიან მომწონს, მათი გაკეთებულია და ასე დაიწყო აი Homer Alpha-ს პროექტის განვითარება. Q Engineering-ი არის ჩვენი საინჟინრო კონსტრუქციების პროექტანტი და Saxony არის საინჟინრო პროექტანტი. პარალელურად ნიკოლოზ მეძმარიაშვილის საუბრისა ეთერში გადიოდა კამპანია, რომელიც ბრენდის Homer-ის წამოწევაზე ძალიან წარმატებულად დაისტარტა, ჩემი აზრით. და მგონია, რომ სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს, კიდევ სხვა დანიშნულების მატარებელია. სალომე ლაშვილთან ვინაცვლებ ამ თემით, რომელიც ბევრ სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად სწორედ ბრენდის განვითარებასაც აქცევს ყურადღებას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, იმიტომ რომ ეს უკვე იმ ბავშვის აღზრდის პროცესის ნაწილია, რომელიც რაღაცა 1 წლის წინ დაიბადა და ჩამოყალიბდა კომპანია Homer-ის სახით. მადლობა გიორგი მოწვევისთვის, მეც მივესალმები მაყურებლებს და მიხარია კიდევ ერთხელ რომ ვსაუბრობთ ამ სტუდიაში ჩვენს პროექტზე და ჩვენს მიმდინარე საკითხებზე. წინა სახალხო ჩვენ დავიწყეთ საიმიჯო კამპანია და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რომ კიდევ უფრო მკაფიოდ გვეთქვა ის რასაც გულისხმობს ჩვენი სლოგანი სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს. დიდი ხანი ვფიქრობდით სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ რა უნდა გვეჩვენებინა შინაარსი თვითონ ამ ვიდეოსი რა უნდა ყოფილიყო, რომ ყოფილიყო მარტივი, გასაგები და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო რომ ყოფილიყო ეს ემოციურიც. კი. და საბოლოო ჯამში ვფიქრობთ რომ საკმაოდ კარგად გამოგვივიდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა ჩვენმა საიმიჯო კამპანიამ და უკავშირი საკმაოდ კარგი გვაქვს. ასევე Homer-ის მთავარი დაპირება არის, რომ ყველაფერი, რაც კი არსებობს, ყველა დეტალი სახლში მუშაობდეს საათის მექანიზმით. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ საათის მექანიზმი იმ ვიდეოში, რასაც მოიცავს ჩვენი საიმიჯო კამპანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Homer-ის სახლში მაცხოვრებლები პირველ რიგში გრძნობდნენ და მე უკვე ამბობდნენ, რომ მე ვცხოვრობ სახლში, სადაც ყველაფერი მუშაობს. ბრენდის დაპირებას კიდევ ზედმიწევნით მივყვებით, მაგრამ აქ დეტალურად ყველაფერი ცნობილია და გასაგებიც არის, მაგრამ წეღან ნიკოლოზ ბრძანებდით პროექტის პარტნიორებზე და ხშირ შემთხვევაში გადამზღუდ ინსტიტუციებზე, რომელიც აქტიურად ჩაერთნენ, რომელთანაც მუდმივად აფორმებთ მემორანდუმებს, რომელიც მე არანაკლებ ხვდება თვალში თქვი კიდეც ვიდრე
ეს საიმიჯო კომპანია არის, სახლის სადაც მუშაობს. ერთ-ერთი ბოლო, რომელიც შემოვხვდა, იყო თქვენი გაფორმებული მემორანდუმი სადაზღვევო კომპანია ირაოსთან. ანუ ეს კონკრეტული შეთანხმება რას მოიცავს და რატო ჩათვალეთ საჭიროდ, რომ კონკრეტულად სადაზღვევო კომპანიის ნაწილით წამოწეულიყო, აი ამ შინაარსმა დამაინტერესა ძალიან იმ სხვა ათეულობით გაფორმებულ მემორანდუმებთან ერთად. დიახ, ირაოს არის ამ პარტნიორობის ჩვენ რაც დავიწყეთ ესე ვთქვათ სერია პარტნიორობის სხვადასხვა წარმატებულ და კარგ კომპანიებთან საქართველოში. როგორც იცით, ირაო არის ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი და ჩვენ მართლა ვარჩევთ ყოველთვის ვისთან ვითანამშრომლებ და ირაო იმის გარდა რომ არის ვთქვათ ჩვენი პროექტის სამშენებლო ნაწილის დამზღვევი და ასევე ჩვენი ოფისის დამზღვევი და მათ შორის არის ჩვენი ჯანმრთელობის ჩვენ თანამშრომლების ეს ახლა რაც თქვენ ნახეთ რამდენიმე დღის წინ რაც გავაფორმეთ ეს არის პირველად ხდება საქართველოში როდესაც ყველა ბინა უკვე გაყიდულიც და რომ მომავალში რაც გაიყიდება იქნება დაზღვეული. რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ როდესაც გადმოგცემთ გასაღებს, იმ დღიდან 12 თვის განმავლობაში ჰოუმერისგან საჩუქრად თქვენ მიიღებთ დაზღვევას. რაც გულისხმობს სარემონტო პერიოდში და რაც 12 თვეში რაც თქვათ ათვლა ნასყიდობიდან ვიდრე გასაღების გადაცემიდან. უკვე როდესაც თქვენ გადმოგეცემათ გასაღები და დაიწყებთ რემონტს და სხვადასხვა თქოს რაღაც შემთხვევა რომ მოხდეს დაზღვეული იქნება ირაოს მიერ. ასეთი რამ ადრეც ქონდა სული რომ გაგვეკეთებინა სხვადასხვა კომპანიებთან, მაგრამ აღარცნაირად არ გამოვიდა და ახლა მოგვეცა საშუალება რომ ირაოს დიდი მონდომებით და ჩვენი ძალისხმევით ერთობლივად შევიმუშავეთ ესე ვთქვათ ახალი პროდუქტი. სრულიად ახალი. და ვფიქრობთ რომ მომავალში ალბათ ბაზარზე სხვა მოთამაშეებიც გაიმეორებენ იგივეს და დამკვიდრდება ერთგვარი წახალისება იმისი რომ მომავალში ბინები იყოს დაზღვეული. ვისურვებდი ახალი გააკეთონ ვიდრე იმეორონ, იმიტომ რომ გვაქვს უკვე პრეცედენტი ირაოს და ჰოუმერ შოუს. სალომე, თქვენს კიდევ თუ ძირითად არა მიმართულებაზე მინდა კითხოთ, რასაც კომერციული დირექტორის მთავარი საზრუნია, ეს არის გაყიდვები და ამ ყველაფრის მუდმივი სტიმულირება და ფორმაში ყოფნა. ამ პერიოდში არის თუ არა კომპანიისგან რაიმე სპეციალური გზავნილი შეთავაზება, რითაც შესაძლოა როგორც მომავალმა მობინადრეებმა, ანგნებავთ ინვესტორებმა, რომელიც ღმერთმა გვიმრავლოს, დაინტერესდებოდნენ ამ შეთავაზებით. გიორგი, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი პროექტი და ზოგადად კომპანია თანამშრომლები მუშაობთ ამ კომპანიაში ძალიან დიდი გამოცდილების მატარებლები ვართ და უკვე საზოგადოებამ გაიგო, რომ ჩვენ ვქნით პროექტს, სადაც ყველა დეტალზე წინასწარ არის ნაფიქრი, გამოხმაურება ჩვენს პროექტს საკმაოდ მაღალი აქვს და იმაზე მეტი შედეგი დავდეთ რეალურად ვიდრე ვთქვათ მოლოდინი გვქონდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც გვინდოდა რომ ეს ახალი წელი რაღაცნაირად ჯადოსნური ყოფილიყო ყველასთვის და ამიტომ 4 სხვადასხვა ტიპის შეთავაზება მოვიფიქრეთ, რომ ყველასთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი ჰოუმერში ცხოვრების შესაძლებლობა. ეს აქციები გაგრძელდება 31 დეკემბრის ჩათვლით. პირველ რიგში, რაც ყველაზე მარტივად შევქმენით პროდუქტი, აქცია, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს შეუძლია $1000 მხოლოდ $1000 შეიძინოს სახლი. ეს ნიშნავს იმას, რომ თანამონაწილეობის სახით მხოლოდ $1000 იხდის მომხმარებელი, საჩუქრად იღებს ფასდაკლების სახით 15, 20 ან 25000 ლარს და შემდეგ უკვე გადახდას აგრძელებს შემდეგი წლიდან. გარდა ამისა, ერთიანი გადახდით ვინც არის თქვა დაინტერესებული და ვისაც შეიძლება რომ რაღაც თანხა კონდეს მობილიზებული, ამათვის დამატებით შევქმენით გამარტივებული შესყიდვის შესაძლებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი მიიღებს ფასდაკლებას პირველ რიგში და თანხა ღირებულება უძრავი ქონების შეუძლია ორ ნაწილად გაყოს. ანუ გადაიხდის თავიდან 50% მხოლოდ და მშენებლობის დასრულებისას შეუძლია რომ მეორე 50% გადაიხადოს და რაც მთავარია ის ჩაითვლება ერთიან გადახდად და მიიღებს სრულყოფილად ფასდაკლებას, რაც ერთიანი გადახდის შემთხვევაში შეიძლება რომ მიიღო.
გარდა ამისა, ვიფიქრეთ იმ ადამიანებზე, ვინც ვთქვათ ემიგრანტები არიან და ვისაც არ აქვს თანამონაწილეობის სახით რაღაც თანხა დაგროვილი და შევქმენით პროდუქტი, სადაც შეუძლიათ მხოლოდ $490 თვეში შეიძინონ უძრავი ქონება და გახდნენ ჰოუმერის მაცხოვრებლები. ასევე რა თქმა უნდა, თანამშრომლობთ ნიკოლოზმა აღნიშნა TBC ბანკთან, ჩვენი პარტნიორია და მათთან ერთად სესხით დაინტერესებული მომხმარებლები ვინც არიან, მაგათთვისაც გვაქვს სპეციალური ფასდაკლებები და TBC უკვე განსაკუთრებულ პირობებს თავაზობს. ყველაფერი დანარჩენისთვის სულ რამდენიმე წუთში ნახეთ უკვე BMG-ზეც და მერე უკვე ჰოუმერის სოციალურ მედიაშიც განთავსებული ეს შეთავაზებები და მთლიანად ინტერვიუ ნიკოლოზ მეძმარიაშვილთან, ჰოუმერის გენერალურ დირექტორთან და სალომე ლაზიშვილთან, ჰოუმერის კომერციულ დირექტორთან. წარმატებული წელი და მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა.